საჯარო გაშლა იყო სახელწოდებით, პირველ რიგში მოგესალმებით, აქვს თუ არა საერთოდ თქვენს ლოდინს აზრი. ანუ ხომ არის რაღაცები, რაც უნდა განსაზღვროთ და წინასწარ იცოდეთ. ანუ ამ შემთხვევაში თქვენს ლოდინს, თქვენს ამ მოლოდინს რამდენად აქვს აზრი თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანთან, ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი და დავიწყოთ გაშლა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადამიანი არის ძალიან დაბალ ვიბრაციებში, ანუ მეტად არაჯანსაღ ცხოვრების წესით ცხოვრობ და შესაბამისად, ნუ აი ფიზიკურად და ფაქტობრივად არ შეუძლო, რომ რაღაცები კარგად განსაზღვროს, დაალაგოს და დააკომპენსიროს თავის გონებაში. ემოციურად ძალიან მოწყვლადია, თავისი მდგომარეობებიდან ფონიდან გამომდინარე ძალიან აუღებელი ციხესიმაგრის ენერგიებში. თქვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გაქვთ აზრი ლოდინის, იმიტომ რომ სიყვარულია და რაღაცა ძალიან დიდი დაკომპენსირება მოხდება ამ ყველაფრის, მაგრამ ერთ რაღაცასაც გეტყვით, ანუ ადამიანი ჯერ არ არის მზად სრულიად ურთიერთობისთვის და ამას დროჭდება, რომ ის ურთიერთობისთვის იყოს მზად და როდესაც ურთიერთობისთვის უკვე მზად იქნება, ნელ-ნელა შეგიძლიათ, რომ ეს ყველაფერი ოღონდ აი დროში გაწერილ ვადაში, სადღაც 3-4 თვე ჭირდება, დღეს დახვალ ბერა და შესაბამისად ხო რაღაცა ძალიან რთული პერიოდი იქნება, სანამ რაღაც კონკრეტულ კონსენსუსამდე მივხვდეთ. თუმცა რა თქმა უნდა, გიღირთ ლოდინის აზრი აქვს, იმიტომ რომ გიყვართ, გინდა და მასთან ყოფნა თქვენთვის ძალიან დიდი სიამოვნება და სტიმულია. მადლობაც გიხდით მოსმენისთვის, იმისთვის, რომ მოხვედით ჩემთან კონსულტაციაზე, მობრძანდებით ჩემთან კონსულტაციებზე. პირველიდან 10 ივნისის ჩათვლით მაქვს ფასდაკლება 50%-იანი და თუ არ ჩაწერილ ხართ, შეგიძლიათ ვიჩქაროთ წინასწარ. და ჩაეწერთ.